ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი იმყოფება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საიდანაც ჩაგვერთვება და მოგვიყვება ფოლკლორის ცენტრის პროექტის შესახებ, რომელმაც სხვადასხვა ანსამბლის სიმღერით და ქორეოგრაფიით გაერთიანა. ნინო, დილამშვიდობისა, გისმენთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთი საინტერესო პროექტის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ხინმა შეჰყარა სოფელი, ასე ეწოდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში დედაქალაქს რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ესტუმნენ. პროექტის ფარგლებში ორი კონცერტი უკვე გაიმართა, ხოლო მესამე დასკვნითი საღამო დღეს გაიმართება. ჩემთან ერთად ახლა პროექტის მონაწილეები არიან, რომლებიც განვლილი საღამოს შესახებ მოგვიყვებიან, თუ რა შესრულდა და როგორი იყო მაყურებლის ემოციები. ჩემთან ერთად ახლა არის მესტიის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი და მას გავესაუბრები. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მოგვიყევით, როგორ ჩაიარა კონცერტმა, რა შესრულდა, როგორი იყო თქვენი ემოციები და ყველაფერი განვლილი საღამოს შესახებ. კონცერტმა რა თქმა უნდა გადასარევად ჩაიარა, მოღუნ არ გადავირიეთ. ძალიან კარგი პროექტია, მინდა გითხრათ. ლხინმა შეყარა სოფელი. იცით რომ ძველად ლხინი იყო ზუსტად ის ფესტივალი, რომელიც სოფელს ყრიდა, ანუ მთელი სოფლებიდან მოდიოდნენ ადამიანები და ფოლკლორულ სიმღერებს ასრულებდნენ და ამით თავსაც ირთობდნენ და ამ სიმღერებს უხანგრძლივებდნენ ცხოვრებას. ამ ბოლო დროს დაკარგვის საშიშროება შეიქმნა, მაგრამ არსებობს უნიკალური პროექტი სალოტბარო სკოლები, 47 სალოტბარო სკოლა არის საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და იქ ბავშვები უფასოდ 2000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო გალობას. ამაზე კარგი პროექტი ალბათ მოგონილიც არ იქნება. ამისთვის დიდი მადლობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, მის ხელმძღვანელობას, კულტურის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, რაიონების ხელმძღვანელებს, ვინც ამ საქმეში ხელს გვიწყობს და რაც შეეხება ჩვენ კონცერტს, ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან დადებითი ემოციებით ვართ დატვირთული და ეს დიდი სტიმულია ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომ ესეთი კარგი შეხვედრა რომ ტარდება დედაქალაქში, სადაც უზრუნველყოფილი ვართ ვინით, ყვებით, გალობით, სიმღერით, molxenit, ხო იცით molxenaსაც ვახერხებთ საღამობით, მონ ბავშვები არის ჩვენ უფროსები და მოკლედ ძალიან კმაყოფილები მივდივართ და იმედია რომ ეს პროექტი კიდევ დიდხანს ბევრჯერ გაგრძელდება, ბევრჯერ იქნება ჩვენს ესე ვთქვათ ქვეყანაში და იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვები შემოუერთდება ამ პროექტს და ამითი ეს ადამიანებიც ხომ გადარჩენილი არიან არასწორი გზით სიარულს და ფოლკლორიც და საეკლესიო გალობაც გადარჩენილია. მერწმუნეთ ესე იქნება. წარმატებები თქვენ. ძალიან დიდი მადლობა და თქვენი წვრილიც არის უდიდესი ამ საქმეში. ვცდილობთ რა თქმა უნდა. მადლობა. ჩემთან ერთად ასევე ამავე სალოტბარო სკოლის ლოტბარი მაგდა გოგოლაძე გახლავთ, რომელიც ბავშვებს გალობას ასწავლის და ახლა მასთან გადავინაცვლებ. მაგდა, მოგესალმებით. თქვენც მოგვიყევით, რა შეასრულეთ კონცერტზე და ზოგადად როგორია ხოლმე თქვენი ყოველდღიურობა, რას შეასწავლით ბავშვებს, ასევე მე რამდენადაც ვიცი გალობას უკვე ტაძრებშიც ასრულებენ და მოგვიყევით ზოგადად თქვენს შესახებ. დიახ, მოგესალმებით. ჩვენი საქმიანობა პირველ რიგში ეს გახლავთ ტრადიციული საეკლესიო გალობის შესწავლა, რომელსაც სალოტბარო სკოლები უკვე თითქმის 10 წელია ასრულებენ. მესტიის სალოტბარო სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რადგან ჩვენი მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, თუნდაც იმით, რომ ხედავენ თავიანთი თანატოლების მიერ შესრულებულ, ისმენენ მათი თანატოლების მიერ შესრულებულ საგალობლებს და ამით სწავლობენ და ამტკიცებენ იმას, რაც მათ აქვთ ცოდნა. ჩვენი ბავშვები დგანან თითქმის ყოველ კვირას ტაძარში, გალობენ, საეკლესიო ღვთისმსახურებაში არიან ჩართულნი, ასევე დღესასწაულებზე ასრულებენ საგალობლებს და ამით რა თქმა უნდა მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასაც ეძლევა საფუძველი, რადგან პატარაობიდანვე მე-4-მე-5 კლასიდანვე ბავშვები ეზიარებიან მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ფასეულობებს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ასევე ჩემთან ერთად ლენტეხის სალოტბარო სკოლის ლოტბარი ზურაბ ლიპარტელიანი გახლავთ და მოდით ახლა მას ვკითხოთ მისი გუნდის შესახებ. თქვენც წარსდექით უკვე მაყურებლის წინაშე და მოგვიყევით როგორ ჩაიარა კონცერტმა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობით დავიწყებ. მინდა მადლობა გადავუხადო აზორ ერქომაშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ბატონ გიორგი დონაძეს და მის გუნდს, კულტურის სამინისტროს, ჩვენ რეგიონს და ჩვენს მერს გიორგი გაზდელიანს, რომელიც გვერდში გვიდგას და მისი გუნდი და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრით. რაც შეეხება კონცერტს, არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩვენ შევასრულეთ ორი საგალობელი. სვანური სიმღერები, ჩოლორული და ლენტეხური ვარიანტი
რაც შეეხება ჩვენ სალოტბარო სკოლას, 100-ზე მეტი ბავშვი ყავს ჩვენ სალოტბარო სკოლაში და ეზიარებიან ქართულ ტრადიციულ გალობას და სვანურ ფოლკლორს. ამ მოხარული ვართ ამით, რომ აგზელებენ ტრადიციას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც უდიდეს წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ აღნიშნული პროექტი ლხინმა შეჰყარა სოფელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და იქამდე სანამ დაგებშდობებით, მინდა რომ მუსიკალური ნომერი დაგიტოვოთ სწორედ ამ გუნდის შესრულებით. Kavulu gavxeda çavlu izverli rusi şalaşkara Kavulu gavxeda çavlu izverli mijui şalangara Kavulu gavxeda ნინის მადლობა შესანიშნავ ანსამბლს ჩვენიერი იყო ეს ყველაფერი და რაღაცა კარგია ხო რაღაცა კარგი გაწყობა შემოიტანა რა. მოგზაური სვანეთში რეგიონებში ჩვენიერია